მოგესალმებით. მოკლედ მაცვია ისი თბილად, კომბოსტოსავით ქუდი მახურავს. მაკიაჟიც კი არ გამიკეთები, ანუ სულუქს ვიკეთებ ხოლმე, ხა მაგასაც არ ქვია მაკიაჟი, ნამდვილად. ეხლა ჭურჭელი მაქვს დასარეცხი და მე ყავა მინდა კიდე მოვიდუღო. დღეს ისე გამახარა. ყველა იცით ალბათ ჩემმა გამომწერებმა ნინო, რომელმაც წყლის გამაცხელებლები 2 მაჩუქა, ანუ ონკანის, ანუ ეს ჭურჭლის სამზარეულოში და სააბაზანოში თავისი დუში ისისვა. ასევე კიდევ სხვა მრავალი, მართლა ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ იმდენი საჩუქარი აქვს იმ ხლის განმავლობაში, რაც YouTube-ზე ვარ გაკეთებული, აი არ ვიცი რა, ესე იგი, თან ისეთი რაღაცებია, რაც ყოველ დღე მიწევს, ანუ ხმარება და ყოველ დღე რომ მახსოვს ადამიანი, აი ძალიან ესეთი გული მითბება ხოლმე. ხო, მადლობა მინდა, აქედანაც ნინო გადაგიხადო, დიდი მადლობა. ვინც არ იცით, ну, დაბადების დღე მაქვს 21-ში, მაგრამ წინასწარ ასე ვთქვათ, ესე თანხა ჩამირიცხა და ვაღირცე ჩემ თავს და ვიყიდე ეს თმის აღებავი. დანარჩენს მე ესე გადავწყვიტე, თვითონაც მითხრა ნინო გეუბნები აქედანაც, რომ ნუ დიდი მადლობა და ესე ჯობია ამ ეტაპზე და ამ სიტუაციაში როგორც ვართ, დანარჩენი თანხა წავიდეს, ანუ დენის გადასახადზე. ნუ ზამთარი ძალიან ძვირი მიჯდება ხოლმე საერთოდ ზოგადად, იმიტომ რომ ახლა აი მაგალითად გაზის გამათბობელი რომ მქონოდა, გაზის გამათბობლის, ეხლა დედას განვიცი, იმიტომ რომ დედას აქვს ესეთი გაზის გამათბობელი და მაგის გარდა კიდე კალონკა და ანუ ხო, კალონკა, ხო და გაზქურა, ანუ ჩვეულებრივი გაზქურა. ჯამში მგონი თუ სწორედ მახსოვს, ну აი როგორც მახსოვს, ისე გეტყვით, სადღაც 35-40 ლარი რაღაც ესე მე მგონი. მაინც დავაზუსტებ, მე ვკითხავ ვანდას, ეცოდინება ზუსტად და ესე იგი, ეს არის, ანუ ის კალონკა არის მიერთებული როგორც სააბაზანოს, ისევე ჩვეულებრივ ესე სამზარეულოს ნიჟარას. ამას, ანუ ყოველდღიურად ჭურჭელს რო რიცხავენ სადილს ამზადებენ, ამას ხმარობენ იმ კალონკით, ასევე საბანაოდ ეს დუში სააბაზანოში და ის გაზქურაზე თავისთავად სადილებს ამზადებენ და ხანდახან არის ისეთი ის, რომ ეს გაზის ზემოთ ადრე მე რომ სანამ აქ რემონტი მიდიოდა, იქ ცხოვრობდით ხო ცოტა ხანი და მე შევთავაზე და ესე თოკი გავუბი გაზქურის ზემოთ და როცა საჩქაროდ რამე გასაშრობი ზამთარში, მოკლედ ესე ფენენ ხოლმე და ანუ ამ კუთხითაც გამოიყენება ხოლმე ეს გაზქურა. ხო და ეხლა ზამთარზე მაქვს საუბარი, ანუ ზამთარში ის გამათბობელი, რომელიც ანუ მისაღებ ოთახშია მოთავსებული ფანჯრების ქვემოთ, ანუ ის აქვთ ხოლმე ჩართული, თუმცა აკონტროლებენ ხოლმე ახლა გრადუსებს, მაქსიმუმზე არ უყვარს, დედას ეკონომიას აკეთებს ყოველთვის და როცა ძალიან ცივა და ყინვებია, მარტო იმ შემთხვევაში უწევენ ხოლმე და ან ჩვენ როცა ვართ თუმრად ძალიან ცივანაღარ, მე პირადად სოსო არა. სოსო ეხლაც მაისურში ზის.
რამდენს ვეჩხუბები ხოლმე, მეშინია, მეგობრებო, რომ არ გაცივდეს, მაინც რა ვიცი, ისინი მესმის ხოლმე და არ მინდა რომ რაღაცა დავიმატოთ კიდე ერთი პრობლემა. ხო, რაც შეეხება ვიღაცამ კი არა და სახელი დამამწამე მაპატიეთ ფიქრობდი რომ სახელს ნახავდი თქვა ახლა მეზარება მე ნახავ ესეთი შეკითხვა იყო რომ სკოლიდანო რატო გამოიყვანეო ჯერ გამიკვირდა ის რომ რატო დაასკვენი ანუ თქვენ მოგმართავთ ახლა სახელი მაპატიეთ არ მახსოვს რატომ დაასკვენი გამოვიყვანე არავითარ შემთხვევაში ეგეთი აზრათაც არ მომსულია უბრალოდ არის პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში გევახობ რაღაცა პერიოდები და რაღაცა დროებით ესე ვართ რა მოკლედ თან ну არ მინდოდა ახლა ამის თქმა ну არის ბევრი რაღაცა რასაც ვერ გეტყვით ახლა ამის თქმა კიდე როგორღაც შემიძლია რაც ანუ სკოლას ეხება ზოგადად რა გეტყვით რომ სოსოს დამრიგებელი რომელიც ანუ მეოთხე კლასის ზემოთ ყავს უკვე ანუ მეოთხე კლასის ზემოთ ეს როგორც მასწავლებელი და ისე სოსოს მეგობრის დედაც არის ამავდროულად და მოკლედ ავად გახდა და იმის გამო რომ სერიოზული დაავადება აღმოუჩნდა და სამკურნალოდ ნუ მოკლედ დაწვა საავადმყოფოში მე მგონი საზღვარგარეთაც ნუ ერთი ის არის ძალიან ისეთი გულშემატკივრობ და ესე გული დამწყდა რომ აი როგორც მშობელი ისე უყურებს ყველა ბავშვს კლასში ხვდებით ანუ საერთოდ ხშირია ხო ესეთი შემთხვევები სკოლაში რომ ბავშვები ხუმრობაშიც კი შეიძლება რაღაცა დაუზიანონ ერთმანეთს და ყოფილა ეგეთი შემთხვევები და დიდება უფალს რომ რაღაცა სავალალოდ არ დასრულდა მაგრამ ზოგადად ეხლა სკოლებში ეს არის ჩვეულებრივად ხდება ხოლმე ძირითადად უფრო ბიჭებში ну თუმცა გოგოებშიც არის ხოლმე ხო და აქედან გამოთავაზეთ წყალს მოვუშვებ და ეს გავრეცხავ აქედან გამომდინარე მე ძალიან დავიძაბე ჯერ ერთი ანუ ეს ერთ-ერთი კიდე მიზეზია რომ დავიძაბე იმის გამო რომ სოსოს მოკლედ იქ როცა მე ვმუშაობდი ვინც ძველები ხართ და იცით რომ ეს სკოლაში რომ ვმუშაობდი ანუ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ასე თუ ისე და ну ძალიან დავიძაბე მაგ კუთხით ხო ხდებით ანუ როიტურან როგორ არის რუსული ნათქვამი ჩემ ჩორტინ შუტით ხო შეიძლება ყველაფერი მოხდეს ახლა ინგლისში თო ცხარი არ გაუწყვეტია თო ესეც არის მაგრამ მე ცოტა არ იყოს ესეთი სამაქვს რა დამოკიდებულება ზოგადად დიდი თავშეყრის ადგილებთან ჯერ ისედაც ვიძაბები და მე კიდე ეს ხო ნუ კარგი ამას თავი დავანებოთ თქვათ ესეც რო არ ყოფილიყო ჩვენი სწავლის ანუ სწავლა დაიწყო პრობლემებით ვინც დიდი ხანი მიყურებთ კი იცით რომ ზუსტად აი ზაფხულის პერიოდში მოხდა ის რომ წამოვედი სამსახურიდან ასე ვთქვათ ბოლოს გვილაში ვიყავი და თუმცა ძალიან მეხვეწებოდნენ იგორ ნაბიჯშიც ანუ ძალიან ახლა ისე მუხლების შოკით არა მაგრამ არ უნდათ არც ორი ნაბიჯიდან რო წამოსულიყავი თვითონ სათავოდან ანუ რეგიონალური უფროს არ უნდა იმიტომ რომ შეუცვლელი რო იტყვიან შეუცვლელი თანამშრომელივით ვიყავი რა მოკლედ და ბევრ საქმეს ვაკეთებდი სხვის გასაკეთებელსაც კი და ამიტომ უნდათ რომ ესეთი თანამშრომელი ყოლოდათ თუმცა ახლებმა ანუ ახალმა მენეჯერმა და ახალმა ადმინისტრატორმა როგორღაც ვერ დააფასეს ახლები იყვნენ და არ მიცნობდნენ და მე ალბათ იგრძნობდნენ მე რო წამოვიდოდი იმ ტვირთს რაც დააწვებოდათ კისერზე იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქმეს ვითავსებდი რაც არ მეკუთვნოდა საათობრივ მასე არ არის აქ საუბარი
ორმაგი დატვირთვა ჩემ გამოყოფილ სარდებში და მოკლედ ხელფასიც არ იყო რაღაცნაირი განსხვავებული, ანუ მეც არავინ არ მიყდი და უბრალოდ როცა არ ყავდათ კადრი, მე მიწევდა მთელი ასე ვთქვათ რიგების ატანა გადატანა და პარალელურ რეჟიმში კიდე ბევრი რაღაცების მოსწრება. ნუ ეს სამსახურში ეხება, ვინც არიცით, იმიტომ მოკლედ მოგიყევით. ხო, მერე იყო ხო, ნუ ეს მერე გვირილაში ვიყავდი, იქაც ანალოგიური სიტუაციები რაღაცა და იქიდანაც რომ წამოვედი. ხო, დავრჩიე ხა, ხო? აღარ მინდოდა ამ სფეროში საერთოდ, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმედი გამიქრა თუ როგორ ქვია რა. ხო, უკვე უარეს ველოდებოდი და არა უკეთეს, სხვაგან რო წავსულიყავ იმ მსგავსში. ხო და დავრჩით სახსრების გარეშე, ანუ თან წინა სასკოლო სახსრების გარეშე დარჩენა. მგონი მშობლები უფრო კარგად გამიგებს, ვისაც სკოლაში დაყავს შვილები და რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, მინიმალურიც რო უყიდო ბავშვს, ანუ რაც სჭირდება. ისე არავინ არ ჩუქნის ამ ყველაფერს, ყველაფერი ფულზე იყიდება და მოკლედ არ მქონდა და მე არ მახსოვს ახლა მე მაპატიეთ ვიღაცა გამომწერებიდან მგონი რაღაცა პატარა შეგვეშველა დიდი თანხა არ იყო არაფერი, ანუ 100 ლარიც არ იყო მგონი თუ რაც ესე მახსოვს დაახლოებით და ანუ რაღაცა მინიმალური შევუძინე ბავშვს, ეს იყო რა ქვია ფეხსაცმელი იყო მეორადებში რო ვიყიდე, ისაც გახსოვთ ეგ ვიდეო, შეგიძლიათ რა ვიცი იმ პერიოდის ვიდეოებში ნახოთ და დაგვიანებით მივედით სკოლაში, ანუ ჩვეულებრივად როგორც იწყება სწავლა, ვერ მივედით, იმიტომ რომ ბავშვს ფეხზე ჩახესვლელიც არ ჰქონდა. მოკლედ, აი ესეთი ხო წიგნები კი წამოვიდა, მაგრამ არ ჰქონდა, ანუ რვეულები და ესეთი რაღაცეები. მე დედაც შემეშველა ცოტა რაღაცა იქ 20 თუ 30 ლარი მოგცა და ესე ნელ-ნელა ცოტა რაღაცეები შეუგროვე, შევუძინე და ნუ ესეც დაემატა, ხო ეს. მოკლედ, მე კიდე იყო რაღაცა ისეთი ამბები, რომელიც რო გავიგე ძალიან სერიოზული სტრესი მქონდა და ნუ რა თქმა უნდა ამას ვერ მოგიყვებით. ძალიან ასე ვთქვათ, მეც მეხებოდა, ოღონდ სხვა ადამიანი როგორ ხო რა მოკლედ ესე რომ ვთქვათ იურიდიულებით გელაპარაკებით და ამანაც იმოქმედა და მე დაიწყო ეს არჩევნების მე ტელევიზიაში ხო კარგს ვერაფერს ვერ მოისმენ. მოკლედ იქ კიდე გავცივდით, ახლა სერიოზულად არა, მაგრამ გაცივულები ვიყავით მეც სოსოც და დიდება უფალციულად გავიარეთ ეს პატარა სიცხეები ჰქონდა. მოკლედ ხო ვთქვი წინა ვიდეოში რომ აეწყო და ალაგდა ეს ყველაფერი რა საშინლად და მე რასაც ქვია ეს ძირმაგარა თუ რა ქვია ეს გამოუვიდა კიდე ბავშვს ფეხზე ბარძაღზე შიგნით მხარეს და ვერ დადიოდა, იმიტომ რომ ისე პუტყუნა და ფეხები რო ერთმანეთს ედება ხო ხვდებით და იქ ძალიან ცუდ დღეში ქონდა. ძლივს ვუნკურნალე იმის ფონზე რომ მე არანაირი ფული არ მქონდა, ანუ არანაირი იმ გაგებით რომ არ მქონდა სამკურნალო ფული, ექიმთან მისასვლელი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დაზღვევა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მოგვიხსნეს ესე ვთქვათ სოციალური თავისთავად, ანუ ჩვეულებრივი ისა გვაქვს პაკეტი თუ როგორც ქვია, ანუ ყველაფერი ფასიანი. ერთადერთი მარტო პოლიკლინიკის ექიმის ვიზიტი უხასო და
ну აი ესე ძალიან დავიჩაგრეთ და მე მომიწია მე თვითონ უმკურნალე ბავშვი ჩემი მეთოდებით, ჩემი დამზადებული მალამოთი, ანუ მე რო ვამზადებ მალამოს, იმ მალამოთი ვუმკურნალე, რასაც ქვია უნივერსალური მალამო, ყველანაირი აპრობირება გაიარა. უკვე დაახლოებით 3 წელია, რაც ჯერ კიდევ გადის, ასე ვთქვათ, აპრობირებას. ჯერ არ მქონია ისეთი შემთხვევა, ну, ვინც გამოიყენა ალერგია და რაღაცა ხალხი, ვისაც მცენარეებზე აქვს ალერგია შეიძლება. ну, მოკლედ, მცენარეულია რა და მაგითი გამოვაჯა მთელი ბავშვი, კიდე მე დამეწყო დეპრესია. დეპრესია უფრო იმიტომ რომ სოციალ ხასიათებიც რო შეეცვალა ძალიან ესე ანუ ვითხრუნებოდი ყოველთვის ამ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ არ მეჩხუბა ხო ხდებით ახლა მშობლები ვისაც გარდატეხის ასაკში შვილები ყოლიათ ან ყავთ და იცით ეს რა გრძნობა და როგორი მომენტია თან მით უმეტეს ბიჭი გარდატეხის ასაკში არ ვიცი ახლა გოგოების გარდატეხის ასაკი კიდე ცოტა სხვა თემაა და სხვანაირია, მაგრამ ზოგადად მძიმეა ორივე შემთხვევაში. მშობლისთვის პირველ რიგში, ну, თვითონ ბავშვის მოზარდისთვისაც, მაგრამ მშობლისთვისაც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ძალიან ვფრთხილობ, რომ რაღაცა ზედმეტი ისეთი არ უთხრა, რომ გულზე მოხვდეს და ну, უთმენ რა, ბევრს უთმენ და მე შეიძლება ერთ დღეს თქვა რომ აი შეცდომა ხო არ დაუშვი, იმიტომ რომ რაღაცა ზედმეტები სუფლება მიეცი, ვთქვათ. ну, ძნელია რა, მოკლედ. ხო. და აი ესე აეწყო და მძივით ეს არასწორი რაღაც რაღაცეები. მე საერთოდ ქუჩაში გასვლაც აღარ მოგინდებოდა, ისეთი ამბები მესმოდა. გადარეული ხალხი აგრესიულად იყო ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ვინ იყო არჩევდნენ, შენის ხარ, მეც ვარ და რაღაცა ესეთი და ქართველები რომ მაგას დაიწყებდნენ ეს დღე რომ ამ დღეს რომ დავინახავდი, არ მეგონა რომ არა ადრეც იყო რაღაც ესეთები მახსოვს ახლა ჩემ ბავშვობაშიც, მაგრამ უბრალოდ მოზარდობაში. მაგრამ არ ვიცი, ეხლა ძალიან ზედმეტებში გადავიდნენ მართლა, თან ვიძახით 21 საუკუნეა ხალხმა უფრო მეტი რაღაცა საბაჟო ცოდნა მაინც მიიღო ცხოვრებაზე, ქვეყნებზე, იქით, აქეთ რაღაც, მაგრამ მაინც როგორც ჩანს არიან ისეთები, რომლებიც ჯერ კიდევ ქვის ხანაში ზიან თავისი, ასე ვთქვათ, აზროვნებით, რომ აი ვერ გადაიყვან სხვა იმაზე რა, ვერ გადაიყვან ეს ცუდი ნათქვამი ახლა ვის არ უნდა გადაიყვანო, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ზოგადად რა ანუ რომ ვერ გააგებინებ რა და ვერ დაანახებ სიმართლეს და ტყუილს თავის შუაზე რომ აი ჯიუტად მოკლედ ესეთი ამბები და აი არ ვიცი რა მე არ ვიცი ხა ვინ როგორ ღებულობს ვის და ანუ როგორ უყურებს საერთოდ ამ საკითხებს მე დიდად ხა რომ ვთქვა რომ პოლიტიკაში შეხედული ვარ თქო და რაც არა მაგრამ ძალიან ამ სიამოვნებს ყველაფერი და ვის სიამოვნებს არავის არ სიამოვნებს თავისთავად თან მით უმეტეს ქართველს რომ ესე ვიქნება რაღაცა თითქოს პატარა ბავშვებივით ეჯიბრებიან ერთმანეთს აი შენიც გააკეთე, შენიც დააშავე, აი მე ეს დავაშავე, აი მეზარება უკვე და ძალიან ახლა ვინც მიხვდა და მიხვედრილია, მიხვდებოდით რომ სენსიტიური ადამიანი ვარ საკმაოდ მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეს უძლებს ცხოვრებაში და მედგრად ვდგევარ ძალიან განვიცდი შეიძლება ქვეცნობიერის დონეზეც ცნობიერისაც და ქვეცნობიერისაც ეს მოკლედ ჩვენ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული რა თქმა უნდა და ყველაფერი დალაგდება და
როგორც მე მიყვარს აწყობილი როა ყველაფერი და ხალისით რომ გამიხარ სამსახურში ბავშვი სკოლაში მიდის, ბავშვი მოზარდი არ გამომიყიდოთ ხოლმე გეხოცებით, ეს არის ჩემი ფრაზა. ჩემთვის ჩემი შვილები დაჟე უფროსის და უმცროსი ჩემთვის ბავშვები არიან. აი რო გახდებიან 35 და 40 წლის, აი მაშინ ვეღარ ვიტყვი ბავშვს. ანამდება ჩემთვის ბავშვები არიან. ხო და ანუ სიტყვის მასალად, თორე კი არ ვთვლი რომ ისინი ბავშვები არიან. არავითარ შემთხვევაში ის კი არა. ზოგ შეიძლება ეგონოს რა ხან მარტო მე დასოსობ ცხოვრობთ რომ მე ანუ ჩემ ჭკუაზე დადის ან რაღაცა არავითარ შემთხვევაში აქეთ მე დავდივარ იმის ჭკუაზე გეფიცებით ღმერთის წინაშე მართლა მე დავდივარ მის ჭკუაზე და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის თავისუფლება რაც აქვს ადამიანს არ შეუზღუდო მე არც უფროსი ბიჭის მიმართ მქონდა ესეთი ის უბრალოდ ზედმეტად გამოვხატავდი სითბოს და ბეზრდებოდა, მალე ბეზრდებოდა ეს ისა და სოსოს ამ კუთხითაც არ ვაწუხებ რო ვთქვა აი ხო ვინც ნახავს ხოლმე ვიდეოში და ვაიმეულო ყებს ისე უზამდიო დამიჯერებთ მე არ მაკიდინებს ხელს და 1000-ში ერთხელ როგორ იცით აი მიხარია ხოლმე და ნუ კოცნაზე ზედმეტია ლაპარაკი აი რო ვაკოცებ ხოლმე უნდა ნახოთ მეთქი შენ არ გიყვარვარ ხო ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა როგორ არ უყვარს დედა შვილს ყოველთვის უყვარს და ესეა ხო და არავის არ უთქვამს რომ მოდიხარ ამ ქვეყანაზე რომ იოლიეს ცხოვრებაო იოლი შეიძლება ვიღაცის არის ვიღაცისთვის არ ვიცი მისთვის შეიძლება იყოს იოლი დაჟე ვფიქრობ რომ იმ ჩვენი ასე ვთქვათ გადასახედიდან ვიღაცას თუ თვლით რომ რახან ფინანსური მდგომარეობა გამართულად და მისი ცხოვრება უკეთესად არის ესეც არ ხდება იქ სხვა სახის პრობლემებია და შეიძლება უფრო მეტად მტკივნეული პრობლემებიც იყოს, ვიდრე ვთქვათ, ნუ ესეა რა. ხო, მაგრამ ყოველთვის მეფიქრებოდა ის, რომ ადამიანი რო იბადება, როგორც აი რო ვიტყვიან, პაუმალჩანი უნდა ქონოდა, საარსებო უნდა მოყვებოდეს ამის გამო ადამიანი. რა ვიცი, მე ესე მიმაჩნია, მეგობრებო, შეიძლება ვიღაცას არ მოგეწონოთ ეს მოსაზრება, მაგრამ მე ესე მიმაჩნია, რომ ადამიანი არსებობის გამო და ის რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს, ანუ იარსებოს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები იყიდოს და შეჭამოს, ხო? ამას გულისხმობ. არ უნდა იყიდებოდეს, ეს უნდა გქონდეს ეგრეთ წოდებული პაუმალჩანიო, რომ ადამიანი არსებობდეს. აი სხვა დადარჩენი უკვე რაღაცა პრივილეგიები იქნება თუ გართობა იქნება თუ მოგზაურობა და სხვა და სხვა და ვთქვათ უფრო მეტი განათლების მიღება და ასე შემდეგ ეს უნდა იყოს ანუ მუშაობით თუ როგორც არის ასე ვთქვათ დაწესებული ესე მოპოვებული მე ესე რატომღაც აი ესე ვიგრძნობ ამ ყველაფერს ანუ ესე შევიგრძნობ რომ ესე უნდა ყოფილიყო წესით თქო მაგრამ არ არის რას ლაპარაკობთ ნამდვილი ქვეყანა სადაც ხელფასსაც კი არ უხდიან ანუ საჭმლით უხდიან იმ ანაზღაურებას ასე ვთქვათ იქ ჩინელთან რომ მუშაობდი მე ახალგაზრდობაშიო საჭმლის გამო მუშაობდიო ანუ ფულს კი არ უხდიდნენ როცა დღის ბოლოს როგორც წესი ვთქვათ ანაზღაურებას ასრულებდნენ ან კვირის ბოლოს ან თვის ბოლოს არა საჭმლით უხდიდნენ და ესეთებიც არსებობს ეს არ ვიცი ჩემ იმაში არ ჯდება ანუ ჩემ წარმოდგენაში სამყაროს შესახებ წარმოდგენაში ხო ეხლა ავანთებ მე ამას ხო ვაესე რომ ვიცი ხოლმე რომ გადავხტები სხვა თემებზე ვიჩა მიკრა
საიდან დავიწყებ ხოლმე და სადამდე, ასე ვთქვათ, მივდივარ ხოლმე. მოკლედ, გადასახადებზე ვსაუბრობდი, რომ ანუ მეტი იმიტომ გამომდის, ვინც ვთქვათ ახლები ხართ, არ გეცოდინებათ, რომ გაზი ჯერ არ ჩაგვირთეს. ნორმებია შესაძლებელი. და ამიტომ გვაქვს გათხოვა ელექტრო გამათბობლებს ვთავ. ყოველ ზამთარს, რაც აქ ვცხოვრობთ, ესე იგი, ადრე ერთი გქონდა მარტო ერთი რეფლექტორი და იმით ვთვებოდით, მე მივხვდი, რომ არ იყო საკმარისი და მეორედ შევიძინე, თუმცა ეს ღილაკები რო აქ, ანუ პირველი და მეორე, ხო? ანუ უბრალოზე ვლაპარაკობ, უბრალო გამათბობლები როა. ესე იგი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ იმის მიხედვით რა, როგორი ტემპერატურა იყო, დამეტოვა მინიმალური, ანუ 1 ჩხირი დაუშვათ, ხო? და აი სოსოზე არასოდეს ეკონომიას არ ვაკეთებდი, ყოველთვის მინდოდა რომ ბავშვი თბილად ყოფილიყო და არ გაციებულიყო. თან მე რომ მუშაობდი, ჩვენთან ფუფუნება იყო მართლა ზამთარში თბილოდა ხორნაბიჯში, ზაფხულში კონდიცირება იყო და გრილოდა და ნუ კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ბავშვმა რა დააშავა, როცა სკოლის მერე სახლში იყო, ხო? მეცადინეობდა თუ რასაც აკეთებდა, მოკლედ სახლში რო იყო ესე მახსოვს ერთხელ დენი წავიდა და დამირეკა და ისე ვინერვიულე თან არ წარმოგინეთ საღამოა, არც სანთელი აქვს ბავშვს არაფერი, ჩაბნელებულ სახლშია და კიდევ კაი ახლოს მუშაობდი, გამოვქანდი უცბად და მე და ჩემ მენეჯერს ვთხოვე, რომ ცოტა ხნით მეთქი ჩამოვიყვან სამსახურში, სადმე იჯდეს მეთქი რა იქ ფოიეში და კარგიო. მყავდა იქ. ხოდა ესე ვიღებ ხოლმე კლავით. ერთხელ გამიფუჭდა ძალიან ცხელს მოვკიდე და ის იყო აი უთოს რო დიდხანს დატოვებ. ესეთი ის ყავდა. ხოდა მაგას ვამბობდი, რომ ანუ ძალიან დიდი გადასახადი მოდის. დენი ძალიან ძვირი ჯდება, ახლა გასთან შედარებით, არ ვიცი, ძალიან ძვირია. ახლა ვიღაცას ალბათ დაინტერესდება რა ნორმებია ესეთი შესასრულებელი, ხო? თითქოს და არაფერი ისეთი. იქ პატარა ოთახი როა გადატიხრული რა, იქ უნდა იყოსო კარებიო. აი რა პრინციპულობაა მე არ მესმის, აი ვერ ხვდები. და მაგის გამო რომ იქ კარები არ არის, ამიტომ არ გვირთავენ. და ვითომ და უსაფრთხოების თვალსაზრისით გასაგებია, მაგრამ იქ რომ კარები ჩაუშვა და სიტყვაზე მათი წარმოსახვით როგორც უნდა იყოს, იქ გძინავს და კარები დავხურეთ. ხო წარმოგიდგენიათ, უფანჯრო ოთახში კარები დაკეტილი, თან ძალიან პატარა ოთახია, აი უპატარესი. დაჟე აი რო იძახიან, ორი ოთახად არ ითვლება ჩვენი ბინაში, ოთახ ნახევარი. წარმოგიდგენთ რა პატარა რომ ნახევრად ითვლება. და მოკლედ აი გაიგუდება, მართლა გაიგუდება ადამიანი და მინდოდა ფანჯრის, ასე ვთქვათ, გაკეთება. ნუ გაკეთება რა, ნებართვა მაინც ამეღო და მე რაღაცა ცოტ-ცოტას ხო იცით მოტივირებული ვიქნებოდი და ცოტ-ცოტას გადავდებდი ფანჯრის გასაკეთებელ ფულს, 5 ლარობით, 10 ლარობით რაღაცა და მოვაგროვებდი და გავაკეთებდი. და მერიაში ორჯერ ვიყავი, ორჯერ. რაღაცა უცნაური წესები აქვთ. და ბოლოს რომ მეც ახლა ძალიან იმას ვქე, მეთქი გვერდზე არის ფანჯარა მეთქი და როგორ მეთქი, თუ მეტრაჟზეა მეთქი, ანუ შემოსასვლელიდან, ანუ ეზოში შემოსასვლელიდან 30 მეტრი უნდა იყოსო, თუ რაღაცა ის ყოფილა რა, ესეთი რაღაც ჩარჩოებში უნდა იყოს რა და ვუთხარი რომ გვერდზე მეთქი 1 მეტრიც არ არის მეთქი ფანჯარა, ესე იგი ისიც არ უნდა იყოსო, წარმოიდგინეთ. რას ქვია მეთქი არ უნდა იყოს, ერთადერთი ფანჯარა აქვს სახლს მეთქი. როგორ არ უნდა იყოს მეთქი, თან როდინდელია მეთქი, დიდი ხნის წინანდელი თქო და აი გავგიჟდი და მე ვკითხე იქ ერთი, კაი გოგო იყო ყურადღებიანი, რაცა ვკითხე მეთქი, არ შეიძლება მეთქი რომ ინდივიდუალურად შეისწავლონ საკითხი და
იმის მიხედვით გადაწყვიტო ნებართვა მომცენ თუ არა, იმიტომ რომ სასიცოცხლოდ საჭირო როცა არა, ხო? ანუ სასიცოცხლოდ საჭიროა. ჰაერი შემოდიოდეს ბავშვის ოთახში, ჯერ მოდით აქედან დავიწყოთ, რომ კარები ჩავსვათ, წყილჭი აჭველას ზღაპარია გეფიცებით. ესე იგი, ნებართვა მჭირდება რომ ფანჯარა გაკეთდეს, ფანჯარა რო ჩაისმევა, მე კარებს ჩავსვებ, კარები რო ჩაისმევა, მე გაზს ჩამირთავენ და გაზი რო ჩაირთვება, ზამთარში გამათბობელს გაზისაც გავაკეთებ და არა დენისას და დამეზოგება ყოველ ზამთარს ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს, ანუ მარტო გათბობაზე ვსაუბრობ, არ დაიჯერებთ. წარმოუდგენელია ვითომ, მაგრამ ყოველდღე როცა იყინება, მართლა როგორი ის აქვს, იცი, ამ ბინას გათიშა მომენტალურად იყინება. ყველა ჭუჭუტანაში უბერავს, ესეც წინა ვიდეოდან იმ ხელოსნის დამსახურებით. და 150 ლარამდე გამოდის მარტო გათბობა. და ამას დამატებული, ხო, ყველაფერი ეკონომიურზე გადავიყვანე, მეგობრებო, ვინც ახლები ხართ, არიცით და გეტყვით, რომ ყველაფერი ეკონომიურზე გადავიყვანე, რომ ასე ვთქვათ, მინიმალური მოსულიყო გადასახადი. მაგრამ ვერ გავექცევი გათბობის საკითხს, იმიტომ გავიყინებით. მე კიდე მინდა ისედაც ქრონიკული რაღაცებიც მაქვს. რაზეც არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ აი სიცივის დროს ცუდად ხვდები, მართლა ცუდად ხვდები. ხო და ესეთი ამბებია. მე მგონი ძალიან ხორ დავგურზეთ. მოკლედ ახლა რო ვთქვათ, რომ ძალიან ცუდად ხსნობ თავს და ვიტანჯებით ხო და რაღაცა, არა. დიდება უფალს რომ გავითავისე უკვე დიდი ხანია წლების განმავლობაში თავარი რაც არის ეს არის უფალს მინდობილობა ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის მეგობრებო როცა იცი რომ ღმერთი არ გაგწირავს და ყოველთვის ანუ ხო არის ნათქვამი ყოველ დღე იზრუნებს საკუთარ თავზეო ხო აი მართლა ეგრე ხდება ყოველ დღე იზრუნავს საკუთარ თავზე და არ გრძნობ იმას ეხლა წინასწარ თუ დავიწყე ფიქრი და დავიწყე იმის შემეშინდეს რომ ვაიმე რა ვქნა ხალხზე ეგ მაზეგ და ესე ხო თავისთავად ეხლა ისე ვიქნები ცუდად ხო მაგრამ როცა აი ანუ უმოქმედობაც არ ქვია ამას ანუ უპასუხისმგებლობა არავითარ შემთხვევაში ეხლა სხვანაირად არ გაიგოს ვინმემ ანუ სწორედ თუ გაიგებთ ამაში დევს მთელი პრინციპები და ყველაფრის აბსოლუტურად ძალიან კარგი რამეა და რა თქმა უნდა შენი საქმე უნდა აკეთო არ უნდა დაიზარო ყველაფერი რაც შენ გევალება და აი ესეა რა მოწყობილი რა ქვეყანა ყავაც მოვიდუღე ახლა მდგომარე იქნება ვიცი მოსვლა ძალიან ცხელია კარგით სოსოს ძლივს გამოვართვი მობილური და რამდენი ხნიან ვიდეოს გადაიღებო მეთქი 15 წუთით ქონდა 15 კი არა ღმერთმა იცის რამდენი ვილაპარაკე ახლა სათვალების გარეშე ვერ ხედავ და ახლა უნდა დავუბრუნო ცოტა ხანში ჯერ უნდა ავტვირთო რა თქმა უნდა ну ყველას გისურვებთ რომ გქონდეთ ეს გრძნობა ეს სტაბილურობა და უფალსმინდობილობა აი ეს რო სიმშვიდეს და ენერგიას მატებს ადამიანს ისე არაფერი და არავინ არ მატებს არც არანაირი იქონება და არანაირი როცა უფალსმინდობილი ხარ ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არაფერია კი რა თქმა უნდა ეხლა მეც მაქვს ხოლმე პატარ-პატარა ისინი არის სისუსტეები მაგრამ ძირითად პრინციპს მაინც არ გადაუხვევ ხოლმე რა კარგით დროებით აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას და ხოლმე აბა გაგოცეთ